Prokuratura არაფერს ამბობს დააკავა თუ არა თაღლითური კოლ-ცენტრების ხელმძღვანელები და თანამშრომლები გამოძიება მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ მათ ქონება დაუყადაღა. აკაკი ქევხიშვილი, მერი შოთაძე, ლანა ვახტანგაძე, მარიამ ჩარჩიანი და თახիր სულთანოვი. ეს პირები თბილისის 3 ადგილიდან უცხოეთში, მათ შორის კანადაში, შვედეთსა და ბრიტანეთში პენსიონერებს ატყუებდნენ და ძარცვავდნენ. ერთ-ერთი თაღლითური კოლ-ცენტრი ქავთარაძის ქუჩაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ახლოს უპრობლემოდ მუშაობდა. საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიება ქართულმა და უცხოელმა ჟურნალისტებმა ერთობლივად ჩაატარეს და თაღლითები გაშიფრეს. რამდენად დამაჯერებელია, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფებები წლების განმავლობაში ისე მუშაობდნენ ქვეყანაში და თან სუსის შენობის სიახლოვეს და იპარავდნენ მილიონებს, რომ ამის შესახებ ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ არაფერი იცოდა, მით უმეტეს, რომ ეს საქმიანობა ტრანსნაციონალური დანაშაულის კატეგორიაშია. გაურკვეველია რატომ არ ამბობს პროკურატურა დააკავა თუ არა თაღლითობაში მხილებული პირები. საინტერესო დეტალი გამოძიება ფილმის გამოქვეყნების შემდეგ, უпростоრად ფილმის გამოქვეყნების შემდეგ რეჟიმის მიერ კონტროლირებულ არხზე, რუსთავი 2-ზე, გავიდა სიუჟეტი, რომლითაც ტელევიზია მაყურებელს ამცნო, რომ ამ თაღლითური ქსელის ხელმძღვანელი აკაკი ქევხიშვილი ქვეყანაში აღარ იმყოფება. ქევხიშვილი, როგორც ჟურნალისტური გამოძიებით დასტურდება, მითითებებს იძლეოდა, როგორ გაეძარცვათ უცხო ქვეყნის მოქალაქეები. და კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ამ საქმეზე იმუშავა 30-ზე მეტმა მედია ორგანიზაციამ მთელ მსოფლიოში, მათ შორის არიან ქართველი ჟურნალისტები, სტუდია მონიტორის წარმომადგენლები, აიფაქტის წარმომადგენლები, გამოძიებას ჰქვია გაიცანით კამერები საქართველოდან. ანუ ეს არის მთლიანად ჟურნალისტების მიერ გამოძიებული საქმე, რის შემდეგაც პროკურატურა იძულებული ხდება ნაბიჯები გადადგას. აქვე კიდევ ერთხელ ვთქვათ, მოდით, ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია ეს, ვახო მგონი, რომ თაღლითური კოლ-ცენტრი სუსის შენობიდან 500 მეტრში მდებარეობდა. სალომე ბოკუჩავა იკვლევს საქმის დამატებით დეტალებს. სალომე, რა ვიცით დამატებით ამ საკითხზე? ისეთი ამომწურავია ეს გამოძიება, რომ დამატებით საქმის დეტალების მოპოვება არ არის მარტივი, თუმცა ერთი რამის გარკვევა ჩვენ ნამდვილად გვევალება, რით აიხსნება, რომ პროკურატურა იძლევა ამ წირ ინფორმაციას. ახო ნინო, დავიწყებ ბოლო ინფორმაციით, რომელიც შეეხება სუსიდან, ზუსტად 500 მეტრში მდებარე შენობას, სადაც სავარაუდოდ იყო კოლ-ცენტრი განთავსებული, ის უკვე ქირავდება. ამის შესახებ ინფორმაციას კვლავ სტუდია მონიტორი ავრცელებს, რაც შეეხება გამოძიებას. დიახ, გამოძიებაზე დამატებით დეტალებს მედიასთან არ ასაჯარავებენ. გენერალურ პროკურატურაში განმარტავენ, რომ მიზეზი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ხდება ინფორმაცია არ მიწოდება საზოგადოებისთვის, თუმცა სტუდია მონიტორმა დღეს ასევე აღმოაჩინა, რომ 5 პირის ქონება არის დაყადაღებული, მათ შორის არის აკაკი ქევხიშვილი, რომელიც კოლ-ცენტრების მთავარი ფიგურანტი არის, ასევე მისი მარჯვენა ხელის უძრავი ქონება არის დაყადაღებული, საუბარი არის მერი შოთაძეზე და კიდევ 3 ადამიანის. 85 ადამიანი ფიგურირებს სულ საქმეში, მიუხედავად ამისა, ყველა ქონება არ არის დაყადაღებული. ამასთან დაკავშირებითაც გამოძიება არაფერს არ ამბობს, თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამის მიზეზი არის ის, რომ დანარჩენი პირები რაიმე სახის უძრავ ქონებას არ ფლობდნენ და არ ჰქონდათ შეძენილი ბოლო წლებში, ანუ ბოლო 3 წელიწადში, მას შემდეგ რაც კოლ-ცენტრი ფუნქციონირებდა როგორც დიღომში, ასევე საბურთალოს 2 სხვადასხვა ქუჩაზე. რაც შეეხება მერი შოთაძესა და აკაკი ქევხიშვილის ქონებებს, მას შემდეგ რაც სტუდია მონიტორმა გაასაჯაროვა დოკუმენტური ფილმი, შოთაძემ თავისი ქონება გაასხვისა, მიუხედავად ამისა, მისი წილი ბიზნესშიც და გასხვისებული ქონებაც დაყადაღებულია. ქევხიშვილის ქონება კი, რომელიც დედამისის სახელზე არის რეგისტრირებული და 2 მილიონს აჭარბებს, ასევე არის დაყადაღებული, ასევე დაყადაღდა მისი საცხოვრებელი ბინა, მიწის ნაკვეთი და საპარკინგის სივრცეც. ქევხიშვილის და მისი დედის სახელზე რეგისტრირებულ რამდენიმე უძრავ ქონებაზე, ასევე დაყადაღებულია აკაკი ქევხიშვილის წილი ავეჯის კომპანიაში, დაყადაღებულია მერი შოთაძის წილი კომპანიაში, იმავე კომპანიაში, ასევე ის ქონებები, ის უძრავი ქონებები, რომლებსაც მერი შოთაძე ფლობდა და 25 თებერვალს გადააფორმა ეს ქონებებიც დაყადაღდა და დაყადაღებულია რამდენიმე აგენტის უძრავი ქონება. არანაირი ინფორმაცია დამატებით ჩვენ არ გვაქვს, არც ის ვიცით არიან თუ არა დაკავებულები. პროკურატურამ გითხრა, რომ მეტ დეტალს ამ
ამასთან დაკავშირებით ვერ მოგვაწვდის და გამოძიების დასრულების შემდეგ თავად გააკეთებენ განცხადებას. სალომე თავადაც აღნიშნა და ჩვენც ვიცით ყველამ რომ ხუთი მხილებულის ქონების დაყადაღების შესახებ არ არის მხოლოდ ლაპარაკი, ანუ სხვების ქონების დაყადაღებაზე არაფერი ვიცით, მაგრამ ცნობილია რომ ამ კონკრეტულ კოლ-ცენტრებში გაცილებით მეტი პირი მუშაობდა და მაინც რა ვიცით მათ შესახებ, ვინ არის ეს ხალხი და რაიმე დამატებითი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია თუ არა ამ ეტაპზე და მათზე გამოძიება რაიმეს ამბობს თუ არა. გამოძიება კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ არაფერს არ ამბობს, თუმცა ცნობილია, რომ 85 ადამიანი 3 წლის განმავლობაში მუშაობდა 3 სხვადასხვა კოლ-ცენტრში, რომელიც მდებარეობდა შარტავაზე, ასევე სუსის შენობიდან 500 მეტრში, ქავთარაძის ქუჩაზე და დიღომში. ახლა სამივე შემთხვევაში კოლ-ცენტრი ამ ტერიტორიაზე არ ფუნქციონირებს. ერთ-ერთი ოფისის შემთხვევაში გვაქვს ინფორმაცია, რომ ის უკვე ქირავდება. ასევე ვიცით, რომ 3 წლის განმავლობაში 6100 მოქალაქე არის დაზარალებული ამ კოლ-ცენტრების მხრიდან, ხოლო იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომელიც შვედეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოიპოვა, მსოფლიო მასშტაბით კი 30-მა მედია ორგანიზაციამ დაამუშავა. ნაჩვენები არის, რომ ზარალი არის ძალიან დიდი, საუბარი არის 35 მილიონ დოლარზე, რომლის მტკიცებულებები მოცემული არის 2 ტერაბაიტიან საქმის მასალებში. ყველა ეს მასალა აიფაქტმა, ფლანგვის დეტექტორმა და სტუდია მონიტორმა ერთად შეისწავლა თავის კოლეგებთან ერთად მსოფლიო სხვადასხვა კუთხიდან. ძირითადად დაზარალებულები არიან ევროპის ქვეყნების მაცხოვრებლები, პენსიონერები, ასევე კოლ-ცენტრები შეეხნენ და უკავშირდებოდნენ კანადაში მცხოვრებ პენსიონერებს და დიდძალ ფულს მათ სწავლავდნენ. სქემაც თავისთავად გაშიფრული არის. ვიდეო მასალაში, რომელიც დოკუმენტურ ფილმში არის მოცემული, ჩანს ის მიმოწერა, რომელიც არის კოლ-ცენტრებიდან მოღებული და გამოჟონილი, ასევე ჩანს სახელები, ზედმეტსახელები, რომლითაც ისინი ერთმანეთს მოიხსენიებენ, თუმცა ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში ყველა მათგანი არის გაშიფრული, ასევე მტკიცებულებებში ჩანს ფოტოსურათებიც ადამიანების, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ საქმეში და ამ სქემას აყალიბებდნენ წლების განმავლობაში. თაღლითური სქემა მუშაობდა წლების განმავლობაში თავდაპირველად დაბალი დონის კოლ-ცენტრის თანამშრომელი აგენტი, ეგრეთ წოდებული, უკავშირდებოდა მოქალაქეს კრიპტოვალუტას თავაზობდა მას, მისი დაინტერესების შემთხვევაში კი უკვე მაღალი დონის აგენტი ერთვებოდა პროცესში. მას შემდეგ, რაც დიდძალ თანხას ადამიანს მოპარავდნენ თაღლითური გზით, გაყალბებული დოკუმენტით მოქალაქე უკავშირდებოდა დაზარალებულს და კიდევ ერთი მოტყუების ოპერაცია იწყებოდა, რომლის მიხედვითაც ის ეცნობოდა როგორც სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი, მაგალითად რომელიმე საგამოძიებო სამსახურიდან და ეუბნებოდა, რომ დაეხმარებოდა თანხის უკან დაბრუნებაში და ასეთ დროს მოქალაქე ორჯერ მოტყუებული რჩებოდა ერთი და იგივე თაღლითური ჯგუფის მხრიდან. სქემაც ასევე გაშიფრა სტუდია მონიტორმა და იმ 30-მდე ორგანიზაციამ, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მდებარეობს და მედია ორგანიზაციას წარმოადგენს. ხოვდნენ აგენტები მოქალაქეებს, ვისაც დაურეკავდნენ თავიანთ მოწყობილობებში კომპიუტერსა და ტელეფონში გადმოეწერათ აპლიკაცია AnyDesk-ი, რომლის საშუალებითაც შემდეგ ეს აგენტები აკონტროლებდნენ ამ მოქალაქეების თითოეულ მოქმედებას ტელეფონში და კომპიუტერში. ხედავდნენ, სად შედიოდნენ ეს ადამიანები, რამდენი რა თანხა ჰქონდათ ანგარიშზე, რას უყურებდნენ, რას იწერდნენ, ვის ურეკავდნენ. დაუცარელეს ანგარიშები, შემდეგ სესხებიც კი ააღებინეს. შემდეგ უკვე ურეკავდა სხვა ადამიანი, რომელიც ეცნობოდა იმ სახელმწიფო უწყების ფინანსური ზედამხედველობის ორგანოს თანამშრომლად და ეუბნებოდა, რომ მე ვიცი, რომ თქვენ დაგსკამეს. კიდევ სთხოვდა გარკვეული თანხის გადახდას ამ ადამიანს იმისთვის, რომ შემდეგ სრულად დაებრუნებინა ეს. ისინი აყალბებდნენ ამ სახელმწიფო ფინანსური ორგანოების დოკუმენტებს, ხელს აწერდნენ ეს დესკტოპის ჩანაწერებშიც ჩანს.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გამოძიება გენერალური პროკურატურა დამატებით ინფორმაციას ამ დროისთვის არ ასაჯაროებს, დეტალებზე არ საუბრობს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა ერთის მხრივ ადასტურებს ინფორმაციას, რომ დაყადაღდა 5 ადამიანის და მათთან დაახლოებული პირების ოჯახის წევრების ქონება, ასევე ადასტურებს, რომ გამოძიება დაწყებული არის, მას შემდეგ რაც სტუდია მონიტორმა გაავრცელა დოკუმენტური შინაარსის საგამოძიებო დოკუმენტური შინაარსის სიუჟეტი, გამოძიების ინფორმაციით დაწყებულია გამოძიება 2 მუხლით, თაღლითობა და ფულის გათეთრების მუხლით, შესაძლოა უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდეს ინფორმაცია რომელიმე თაღლითის დაკავების შესახებაც.